კინკლაძე გაშალა თამაში. შემდეგ ფეხში ითხოვს გურს. აქეთ მარჯვნივ ქეცბაია. კარგ პოზიციაში ნახოთ. კედელი გაითამაშა, გავიდა 1-1-ზე და არის 1-0. 1-0. ასე დაწინაურდა საქართველოს ნაკრები, მე იმედი მაქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ ნახავთ განმეორებით ამ მომენტს, თუმცა ძალიან ბოლოს გვიჩვენებენ, ძალიან კარგად გაითამაშა ხუთი თუ ახლა დემეტრაძესთან. არა, დემეტრაძე აქეთ გამოჩნდა კარტში. ძალიან კარგი კედელი. ლიტველები საკმაოდ ტანმაღალი ფეხბურთელები არიან და გიორგი დემეტრაძეს ასე თუ ისე უჭერს მათთან თამაში, თუმცა უკვე საკმაოდ რამდენჯერმე საკმაოდ უცვავეთ. ქეცბაია დარტყმა შორი მანძილიდან და მეორე გოლი. შესანიშნავი გოლი. შეგვიძლია მიულოცოთ თემურში. დუბლის შესრულება დღევანდელ შეხვედრაში ძალიან მოულოდნელი დარტყმა. აქ პადიმასკასი დაფარული იყო თავისი ფეხბურთელებით და თემურ ქეცბაიას შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ანგარიში ხდება 2-0. აი დიდებულად დაიწყო საქართველოს ნაკრებმა ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და ნიშანდობლივი და ლოგიკურია რომ მაცილევიჩუსი და ქართველი ფეხბურთელების პირველი იერში ყაველაშვილის გზელი გადაცემა დემეტრაძე უბრუნებს ოდნა უკან კინკლაძე და არის მესამე გოლი 3-0 საქართველოს ნაკრები ამარცხებს ლიტვის გუნდს დიდებული სტარტი შეხვედრის მეორე ნახევარში სამსვლიანი კომბინაცია რომელსაც ასრულებს გიორგი კინკლაძე 3-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ საუცხოო კომბინაცია გაითამაშა ჩვენმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად თამაშობს აქ გიორგი დემეტრაძე და გიორგი კინკლაძე ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს მოვისმინოთ მატჩზე მყოფი ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის დავით ქლიბაძის სატელეფონო ჩარტვა რომელიც ახლა სტადიონზე იმყოფება და უშუალოდ მატჩის ადგილიდან გადმოგცეს თავის დაბეჭდილებას ისე ტელემაყურებლებო და მეოთხე გოლი გავიდა პასინძელთა კარში ფილოსოფ ყველას ამ გამარჯვებას საქართველოს ნაკრების დებიუტს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში და მისხვით იმას რაც მატჩის დასაწყისში ვამბობდი დასაკვირველი არ მინდა აღნიშნო ეხლა დასაკვირველია დობისას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ამ მატჩს ძალიან კარგი ასეთი კარგი დებიუტი